გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ახლა რაღაცაზე გამეცნია და გუგლიანად შემოვედი მოკლედ ჩემს არხზე. იცით ვინ გამახსენდა და რა გამახსენდა? დები რო არიან, ანა მარია და ევა, ხო? გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ? ორივე გიჟდები მაგ ბავშვს ჭკუამ მეკედება, ორივე დები არიან, ახლა ზეისასწაული. ბავშვები, მოკლედ დღეს გვაქვს ძალიან კარგი ამინდი. ვცდილობ კარგ ხასიათზე ვიყო. სიმართლე გითხრათ, მაქვს მომენტები, როდესაც უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ. აი უბრალოდ გავიღვიძე და დღეს არის მაგალითად აი ესეთი დღე, როცა გავიღვიძე და ზე მოტივირებული ვარ და ღმერთო შენი სახელის დიდება, ნეტავ სულ ასე ვიყო, მაგრამ კარგი სულ არ მინდა. კვირაში 5 დღე მაინც ვიყო ესე და 2 დღე კარგი მქონდეს ის რაღაცა დეპრესიული დღეები. ღმერთოი არ ვიცი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია დეპრესია უფრო მიდავს, ვიდრე ეს პოზიტივი, მაგრამ აიცით რა არის? ადრეს ვიყავი ესე და საკუთარი თავი ისევ შენვე უნდა გამოიყვანო, ანუ თუ არ გინდა რაღაცა ისეთი პრეპარატების მიღება, იქ რაღაცა მე ამის ან წინააღმდეგი ვარ არა. ანუ იცით რა არის? აი ჯერა რომ შემიძლია უშუალოდ ჩემს თავს მე თვითონ და ამიტომ არ მინდა რაღაცა ეს ზედმეტ. ანუ ეს კი არ ტეხავს, ეს კი არ რაღაცა ისეთი პრობლემა კი არ არის, ვაიმე ფსიქოლოგთან მივედი და იქ ფსიქოთერაპევტმა რაღაცა ესეთი წამლები დამინიშნა. არა, უბრალოდ ვიცი რომ მე შემიძლია ჩემ თავი ამოვიყვანო ამ მდგომარეობიდან. მართლა ძალიან რაღაცნაირად ბოლო პერიოდი ახლა დეპრესიაში. ყველაფერზე რო გეტირება, ყველაფერზე რო ძალიან რაღაცნაირად იდიოტურად ხარ, აი არ ვიცი რა, მოკლედ თუ შეიძლება წარმოიდგინოთ რაღაცა ჩემში რაღაცა ყველაზე ისეთი მტირალან, ანუ და აი წარმოიდგინეთ რომ აი ბოლო პერიოდი ვიყავი. აი ეგრე დავურთავ აი აქ ვიდეოსაც, ანუ არ მრცხვენია, ძალიან ბევრს რცხვენია თავისი ცრემლების ჩვენების, ძალიან ბევრი მერე წერს რომ ვაიმე თუ გეკირება ვიდეოს, რატო იღებ ვიდეოს, ვიღებ მხოლოდ იმისთვის რომ მე როცა მე კარგად ვიქნები რომ აი ამას შევხედო და საკუთარ თავს უთხრა რომ ყოჩაღნან და რამდენი შეძელი და როგორ გამოხდი მდგომარეობიდან. თორე ეს არ არის რაღაცა ვაიმე აგერ ნახეთ ჩემი ვიდეო მე ვტირი და შემიცოდეთ რა სისულელია, საერთოდ არ არის. უბრალოდ ვიცი რომ საქართველოში ჩემნაირად გოგოები არიან დეპრესიაში, რაღაც განიცდიან, ზოგი რას განიცდის, ზოგი რას, ანუ ზოგი რისგან არის დეპრესია გამოწვეული, ზოგი რისგან, ხო? ამიტომ უბრალოდ და უბრალოდ მხოლოდ იმისთვის რომ ვიღაცისთვის ვიყო მეც იმედი, ძალიან ბევრი, როცა ჩემი განქორწინება იყო, ძალიან ბევრი რატომღაც არ ვიცი მაშინ ჩემ მდგომარეობაში იყო და მწერდნენ რომ აი ახლა გადიან ამ პერიოდს, ახლა გადიან. მე ახლა ზაფხულში რაღაცა კიდევ ეს დეპრესიამ შემომიტია და ჩემს ინსტაგრამზე ცოტათი იგრძნობა და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ეს ანუ ის რაც მაწუხებდა ძალიან ლაითად გამომეტანა ესე საჯაროდ და გოგოები მწერდნენ რომ ნახვა მეც ამ პერიოდს გავდივარ და ანუ ხედავ რომ არის პრობლემა. და თუ ვინმესთვის ჩემი ვიდეოებით ვიქნები მოტივაცია რომ კარგად იყვნენ, რატომაც არა, ხო? შემიძლია აი ესეთი ვიდეოებიც გაჩვენოთ, შემიძლია მხიარული ნანოტაც გაჩვენოთ და რა ვიცი, ერთად გავძლიერდეთ. მოკლედ მეგობრებო, ცუდი ყველაფერი ახლა იქით იყოს არ გვჭირდება. დღეს ძალიან კარგი ამინდია. გუშინ იცით რომ თბილისში ცა ჩამოიქცა, რასაც ქვია, აი დილას რომ დაიწყო და აღარ გაჩერდა, მაგრამ ის როგორ გემრიელად მეცინა. ალექსანდრე თუ სიცხე ინტერვალი გაიზარდა და ისე აღარ აქ და იმიცინა რასაც ქვია და აი გრუხუნის ხმა რომ მისმოდა ირუ აზანზარებდა სახს და გიჟდები მაგ მომენტზე და ფანჯარაც კარგად გულიანად შევაღე და ეს შხეფების ხმა, ეს გრუხუნის ხმა და მე როს გადავიფარე გემრიელად და ღმერთო მეთქი რა კარგი. ეს რა იცი. ხო, დღეს კარგი ამინდი გვაქვს. დღეს გეგმაში მაქვს რა, სახლის საქმეებით დავკავდი. პრინციპში სახლი დალაგებული, მაგრამ არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ უნდა შევკერო ორი კონვერტი. კონვერტების შეკვეთა მაქვს და უნდა შევკერო ეს აუცილებლად, მაგრამ სანამ ამ Да. Больше нету? Хорошо. Там салфетка у тебя лежит. Хорошо.
სანამ კონვერტებამდე მივალ მეგობრებო, დღე მაქვს რომ აუცილებლად უნდა გავამზადო სახლის, ასე ვთქვათ, ოჯახის პილმენები. თქვენ იცით ხო, ჩემი რეცეპტი, რომელიც დედაჩემის დააკალმა რიმაჩკამ გამიზიარა. დღეს ისევ გაგიზიარებთ ამ რეცეპტს, მაგრამ სანამ გავაზიარებთ, ეხლა უნდა წავიდე კარფურში, ვიყიდო ფარში. არ ვიცი, ზოგადად არ ვიცი. იცით წინა ვიდეოდან რომ ჩემს ქვეყანაში ძალიან დაკარგული ვარ და ძალიან ცდენილი ვის დავდივარ, მაგრამ როგორც არის. ხორცს, ანუ არ ვიცი ვინ საათ როგორ და რანაირად ყიდო. ზოგადად კარგი რამე რო იყიდო, არ ვიცი 9 მთა და 9 ბარი უნდა გადაიარო, რომ ვიღაცას მიადგი და ნამდვილად კარგი იყოს. აი ბოლო 2-3 თვეა ყველის ჭამა დავიწყე საქართველოში, თორე ყველს არ ვყიდულობდი, ვერ ვყიდულობდი, რაღაცნაირი იყო და აი ახლა ხანს დედაჩემა, ისიც დედაჩემა მიაკდა, იქით ხარეს რა, ჩვენთან პარკთან გაიხსნა მაღაზია სოფლის ნობათი არის და ყველი ჩამოვაქვს სენაკიდან სულუგუნი, ღმერთო, აი ყველის უნახავს გაგხდით ისეთი არის, ოღონდ მართლა, უგემრიელესი და ერთადერთი მან ვყიდულობ სულუგუნსაც და შებოლილსაც და ხერხილსაც და ფქვილსაც ვყიდულობ აბაშის აქვს და აი ესენი ვიცი სად ვიყიდო. ხორცი დღემდე არ ვიცი სად ვიყიდო, მაგრამ სუფთა და ლამაზი მეჩვენება კარფურში და მივდივარ ხოლმე და სხვათა შორის ძალიან კარგ ხორცს ვყიდულობ, არ ვიცი, რაც არის ის არის, მაგრამ როცა ვამზადებ ზედმეტის რაღაცა სუნებს ქათმის ხორცს საერთოდ არ ვყიდულობ, სუნზე უცუდად ვხვდები და ბიუბიუს ვყიდულობდი ადრე და всё, მე მაგას აღარ ვყიდულობ. კარფურში ვყიდულობ ხოლმე ხბოს ხორცს, ძირითადად და კალმახს მან ვყიდულობ ხოლმე. და ფარში, ხბოს ხორცის ფარშს ვყიდულობ ხოლმე. და ცოტა ხორის, როცა ესეთ რაღაცას ვაკეთებ, ცოტათი ვურებ ხორის ფარშსაც. გადავურებ ხოლმე ამ ყველაფერს, დიდი ხანი არ მომიმზადებია სხვათა შორის პილმენები, ძალიან ადრე, ვიდეოც კი მედომის, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრჯერ გავაკეთე, მაგრამ ბოლო პერიოდია არ გამიკეთებია და თან ახლა სკოლა იწყება და როგორი რაღაცა არის ხო? უცბად გამოიღებ, მომზადებ ბავშვს, ყოველდღიურად ამას რა თქმა უნდა ვერ აჭრობ, მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერ გქონდეს და სკოლაში როცა მიდის გამომზადებ და წაცუნცულდება ან პირიქით სკოლიდან როცა მოიყვან უკვე მზად გაქვს გაამზადებ და მიირთმევს. კომპოტები მოსკოვში რომ მივდიოდი, სანამ მოსკოვში წავიდოდი, მაშინ ჯერ კიდევ მარწყვის სეზონი იყო და რიმაჩკამ და დედაჩემმა გამიკეთეს მარწყვის კომპოტები, ბევრი მაქვს. შემდეგ სამ მივდიოდი კიდევ სხვაზე მივდიოდი ფოჯში და იმის წინ დედაჩემმა მიყიდა ატამი და დედაჩემმა და რიმაჩკამ ასევე გამიკეთეს ატმის კომპოტები. მადლობა მათავისის, თან ვგიჟდები როგორ კომპოტზე იცით, ატამი რო გაფცქნილი და დაჭრილი არის. ვაიმე, მინსკში აი რა ფულ ხარჯავდი იცით, ატმის კონსერვები რო არის, აი მაგას შემეძლო, უბრალოდ ბევრს ვიყიდი, უბრალოდ ამის წამოღება იყო ხოლმე. Я все вырежу, не переживайте. Все, мамочка, вырежет. Да? Давай, садись там. შემდეგ რა გვაქვს კიდევ გამზადებული ზამთრისთვის? და აღარ მახსოვს რას ვლაპარაკობდი, მაგრამ ფაქტის სახელია რომ ალექსანდრუშკა შემოგვიერთდა. ხო, ეხლა ველოდები დედაჩემს, მონიკას უნდა მოვიდნენ და ჩავალ კარფურში, ამოვიდან ყველაფერს და დავიწყოთ პილმენების გამზადება. Ладно, я пойду в комнату писать. თმა დავარცხნე, რომ მეთქი კადრში ლამაზი, როგორც კი დავჯექი, მეუბნება რომ Кто тут в трусах ходит? Спасибо, дорогая. Бегу отсюда. Пойди момидана. ხო, ჩემო კარგებო, ესეთი ამბები რა, არა ვიცი. ჩავალ, ვიყიდი რაღაცებს. ჩემი საყვარელი კევი. დღეს ფანტასტიკურია, მინდია იმისთვის, რომ გავაკეთოთ პილმენების სახლში. ვიდივარ კარფურში, წამოვიღებ ფარშს.
მქონდეთ დღეს მერტო. მომენტებში ძალიან ცივა, მაგიტომაც ვიაქ ძოლკლავიანი ზედა. მაგრამ ახლა აქ მზე ძალიან აჭერს. რა მინდოდა მეთქვა? მინდოდა მეთქვა ის, რომ ჩვენთან აი ამ განშნებს ძალიან მომწონს აი ეს ახლა აშენებული სახლი. დედაჩემს და მონოს ველოდები, აი არ ვიცი როგორი დილიდან და ჯერ კიდევ არ მოსულან, აგერ გახდა 12 საათი, მაგრამ არა უშვის. ეხლა რომ მოვნენ, ესე იგი დავიხმარია ფილმენების შეხვედრაში. ასე უნდათ ასე იყოს. ახლა სახლის კეთილს მოუწევ ავის ბალევასთან წერფად. რაცა ამ ხრიდან წამოვედი. ჩვენთან ხო გახსენს იქით კიდევ რამოდენიმე თვე დაკეტილი იყო და გახსენს ახლა ახლა პარკიდან წამოვედი. ალექსანდრას ვუყიდე ნაბეღლავი მინდა და ვუყიდე ძალიან უყვარს ნაბეღლავი. ვიცი რომ ამდენი მინერალური წყალიც არ შეიძლება ბავშვისთვის, ანუ არ შეიძლება, მაგრამ როცა ავად არის სულ მაგას სულს. მყავდა მეგობრებო და ეხლა ვიწყებ ცომის მომზადებას. ქვილი აგერ მაქვს, სასწორით მოვიმარჯვე. ეხლა მჭირდება მე 1 კილოგრამი ქვილი. ერთი წუთით მოვალ ეხლა როგორ გავაკეთო ისე, ოპა, მე ვყიდულობ აი ამ ქვილს. გავხსნათ ახლა ლამაზად. ისე უნდა მეყიდა თითო კილო, რომ ესე ასაწონი აღარ მქონოდა პირდაპირ ბარემი, მაგრამ რა ვიცი, დიდი ავიღე და წამოვედი, იმიტომ რომ ეხლა დღეს მინდა გავაკეთო პილმენები. მიხედეთ, დღეს მინდა გავაკეთო პილმენები და ხვალ მინდა გავაკეთო. ხვალ არ ვიცი ზუსტად რა. ვერ გეტყვით. მინდა გავაკეთო ვარენიკები. კარტოფილი და ის რა ქვია, ყველით. ან ცალ-ცალკე. ალექსანდრა ცალკე კარტოფილი უყავს მაგალითად. так, მოდი, ეხლა ჩვენ ავწონოთ 1 კილოგრამი ქვილი. ვაიმე, ხმირთო როგორი ზუსტი ვარ, ეს უეჭველი უნდა გაჭვენათ. ამას უყურეთ, როგორ ზუსტად დავსვი, არც 1 გრამით, არც იქით, არც აქეთ. და ეხლა მე მოვაკრებ ზუსტად 1 ჭიქა ქვილს. აი ესე და ეხლა დაგჭირდება 300 მილილიტრი წყალი. და გადავყურებ ამ ყველაფერს ერთმანეთში. Так, მიშველეთ. აუ. აუხოს. კაი, 303 გამოვიდა. всё, ეს დაგჭირდება ცომის მოსაზელად, არც მეტი, არც ნაკლები. ერთი ცალი კვერცხი მეგობრებო და მარილი. ცოტას კიდევ დამოვაკეთებ. და გადავურიოთ ეს ყველაფერი. რომ იცოდეთ და არ შეგეშინდეთ და რომ არ იფიქროთ რომ ვაიმე წყალი ნაკლები აქვს, არ შეგეშინდეთ მეგობრებო, ცომი თავიდან უნდა იყოს აი ესეთი და აი ცოტა ხანში ნახავთ მე როგორი ცომი გამოგვივა, რომ ამას აღარ ჭირდება არანაირი წყალის დამატება. გაჩვენეთ ახლა მე თქვენ
აი ესეთივე ცომი, აი ესეთივე. უნდა ჩავდოთ ცელოფანში. შევეცადოთ ლამაზად ჩავდოთ. ესე ჩავდოთ ყველაფერი. მე გეხოცები. მოცებეთ. აი აქ ამასთან რო ხედავდეთ. ესე აი ესეც ყველაფერს კარგად მოვასუპებ ესე ესე კარგად მოვუკრავ თავს. აი ესე გადავატრიალებ. აი ესე და გავაჩერებ 9 საათის განმავლობაში. გადაძელო მეგობრებო, ცოტა დამაგვიანდა ალექსანდრას სიცხე აქვს და იქით ჩაეძინა ახლა. გადავზილოთ და ვნახოთ როგორი გამოვა ჩვენი ცომი. ნახეთ როგორ ლამაზად გამოიყურება. თითქმის ყველა ერთი ზომის არ ძალიან მახარებს. ნახეთ როგორი ლამაზი პილმენიკოები გამომივიდა. ძალიან კარგია. გაუშვებს საყინულეში და შემდეგ უკვე კარგად რო გაიყინება. გადავიტან სპეციალურ პაკეტებში. მაქვს სპეციალური ზიფზე პაკეტები და ძალიან მომწონს ეგენი. ხო და სავარაუდოდ დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მაგის ძალა და ღონე აღარ მაქვს. ალექსანდრას სიცხე აქვს, ხშირად მეძახის, გავდივარ, გამოვდივარ, ვარ მოკლედ მთელ ამბებში. ასე რომ მეგობრებო, მე წაგვარ. დღეისათვის სულ ეს იყო. გკოცნით ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. პაკა-პაკა.